როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ რაიმე საინტერესოზე. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა მაქვს მე თვითონ ამორჩეული, რა როგორ იქნება და ნახოთ ტარო რას გვეტყვის. ვისთვის იქნება დღეს ეს გაშლა, ვინ უნდა მიიღოს მინიშნება და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მაშ ასე დავიწყოთ, მაგრამ ჯერ ვნახოთ რა თემაზე უნდა ტაროს საუბარი თქვენთან. ცხრიანი ხმალი. მოდი ვნახოთ თუ მიიღებთ აი იმ სტატუსს და იმ რადგანაც პენტაკლების დედოფალი მყავს დასტის ბოლოს თუ მიიღებთ მისგან იმ სიმშვიდეს იმ სტატუსს იმ აი ქალურ ნამდვილ ენერგიებს რაც თქვენ წარმოგიდგენია და როგორც თქვენ შეგეფერებათ რა თქმა უნდა მისგან და ისიც ვნახოთ საერთოდ რამდენად სერიოზულია ეს ადამიანი იმიტომ რომ მე გიყურებთ რომ თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით საერთოდ ამ საკითხს და შესაძლოა მარტო ამ საკითხს არა რომ პენტაკლების დედოფალი ხართ, მოდი ჯერ შევადაროთ. თუნდაც ეს კარგი იდეა, რომელი უფრო უყურებთ ახლა ერთმანეთში, რამდენად სერიოზულია თქვენი ურთიერთობა. დღეს დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე, გულთან ახლოს არაფერი არ მეიტანოთ, ნახოთ აბა. ის უფრო უყურებს თუ თქვენ უფრო უყურებს. მაგი, თქვენ უფრო მეტად დაინტერესებული ხართ, რა თქმა უნდა. იცი რა არის, ვერ ვიტყვი რომ მას არ აქვს ინტერესი, იმიტომ რომ ეს რაც მოდის მისგან, რა თქმა უნდა, ეს არის გულწრფელი, მაგრამ პრინცესა თასია, პრინცესა თასი არის, როცა მას ესაჭიროება ეს ურთიერთობა, ეს ემოცია, თუმცა ეს ძალიან ცოტა. თქვენ უფრო როგორი ხართ, იცით, თქვენი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში არის უფრო манипуляციებშიც გადასული, რაღაცა რო არ გინდა რომ გული გადაშალო, რო არ გინდა რომ რაღაცა გამოაჩინო შენი ინტერესი, მაგრამ რაღაცნაირად ეს მაინც იგრძნობა და ჩანს, მაგრამ თქვენ როგორც ხართ, ანუ ამას ასე ადასტურებს ტარო. მოდი ახლა მთავარი კითხვა ვიკითხოთ. რამდენად სერიოზულად უნდა ამ ადამიანს მაინც სამომავლოდ ეს ყველაფერი შეიძლება ახლა არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე რამდენად სერიოზულად უნდა ეს ყველაფერი. იცი რა არის სხვათა შორის არის აქ შესაძლებელი, რომ ყველაფერი წავიდეს ძალიან სერიოზულად, თუმცა მე ვიტყოდი, რომ სამზადისი რო არის, აი რომ მიდის და აი უკან რომ მიწოლა ჭირდება ადამიანს. ახლა ამ შემთხვევაში თუ თქვენს ურთიერთობაში არის ტრანსფორმაციული რთული მომენტები, ზოგიერთი ჭირი მარგებელიაო, ზუსტად ამაზე არის ნათქვამი, იმიტომ რომ გარდაუვალია, მაინც ადრე თუ გენ ეს ყველაფერი მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე და ახლაც და ამ მომენტშიც ზუსტად აი ამ სირთულებს გადის ეს ურთიერთობა ისევ თქვენთვის, რა თქმა უნდა, თვითონ მიხვდება მე და თვითონ უნდა მიხვდეს ეს გზა, მან უნდა გაიაროს და უნდა მიხვდეს ყველაფერს განსაკუთრებით რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი და რა არის იცი? უბრალოდ ეტყობა ტიპაჟია სხვანაირი, თორემ აქვს პოტენციალი, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს, თუმცა ვიტყოდი, რომ მარტივად უნდა ყველაფერი უფრო ემოცია უნდა და ეს რაღაცა სირთულეები და პასუხისმგებლობები ეს ნამდვილად არ უნდა ახლა ამ ადამიანს, მაგრამ შანსი არის და მოდი მაშინ ვიკითხოთ ეს მომენტი, აი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის, ხო, ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რამდენად მნიშვნელოვანია მაინც ახლა და ამ მომენტში რომ იყოთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ ურთიერთობაში. ახლა ნახე, აი ის მინიშნება, ნახე, თქვენთვის ახლა დღესდღეობით ეს ურთიერთობა არის მაინც სანერვიულო. შეიძლება ახლა ისე ძალიან ყველა არ ნერვიულობდეთ, მაგრამ რაღაცა არის, მაინც რაღაცა არ გასვენებს, რაღაცა წარმოდგენები გაქვს, შიშები გაქვს. მოკლედ, ძალიან დაძაბული ხარ ჩინაგანად და არ არის ახლა საჭირო. ეს ურთიერთობა ახლა თქვენთვის არის მართლა თავის ტკივილი რეალურად. მაშინ პენტაკლების დედოფალი, რომელიც იყო დასტის ბოლოს, რამდენად მოგაინჭებს ეს ადამიანი იმ სტატუსს, იმ სერიოზულობას, როგორცაც იმსახურებ, როგორც შენ წარმოგიდგენია შენ თავის, აი რამდენად იგრძნობს შენ ამას და რამდენად მოგანიჭებს აი ამის სხვათა შორის. ნახე რანაირია. ესე იგი, მას გული და სულით უნდა რომ მოგანიჭოს, მაგრამ ვფიქრობ ძალიან სხვადასხვა ადამიანები ხართ, მაინც ამას წარმოვიდგენია, მაინც თუ თვითონ იქნება კარგად ბედნიერად, აი მისი რო გააკ ყოველთვის და ყოველ ჯერზე, აი ის მომენტია. თვითონ რა თქმა უნდა არ მოგეშვებათ ეს ადამიანი, სულ მძაფრი ინტერესი რაღაც ეს სურვილი მოდის, რა თქმა უნდა თქვენს მიმართ. მაგრამ ძალიან დიდ ეგოს ვხედავ მე ადამიანში, მართავს თავის რაღაცა ემოციები, თვითონ როგორ იქნება
თავის თავზე უფრო ფოკუსირებული. თორემ განა არ უნდა შენთან ურთიერთობა. უნდა, მაგრამ რაღაცნაირია. მე ერთადერთი რაც არ მომწონს ამ ყველაფერში არის ის, რომ რისკავს ამ ურთიერთობაში. ძალიან ბევრ ამას რისკავს, იმიტომ რომ ერთხელაც კოკაწყალს არ მოიდანს. და ამაზე ეს ადამიანი შეიძლება დაფიქრებულიც იყოს, მაგრამ ძალიან ისეთი მიდგომა აქვს რა, გონია რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნება, აქამდე როგორც მოდიოდა და ასე იქნება უბრალოდ. მე მაინც ვერ დავინახე, ანუ ეს გოგო იგრძნობს, ვინც გიყურებს, შენგან იგრძნობს თავს პენტაკლების დედოფლად, აი ეს სტაბილურად სტატუსით, ჯერ არა. ძალიან მიყვარს ილუმინატები, იმიტომ რომ როგორი ზოგჯერ ვამბობთ, რომ მე მინდა სიმართლე, ზოგჯერ ამ სიმართლეს ადამიანები ვერ იღებენ და ხანდახან რაც გონია სინამდვილეში ისე არ არის. როცა ფაქტის წინაშე არ დადგები. ამიტომ გეუბნებათ რომ ახლა ამ მომენტში რასაც სტატუსი ქვია, როგორ შენ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი. თქმა უნდა, მასე ვერ იგრძნობ თავს, იმიტომ რომ გითხარით, რომ სხვადასხვა ადამიანები ხართ. ურთიერთობა შენთან უნდა ყველაფერი ამ კუთხით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თავისებურად მისი გაგებით, ან სხვა გაგების ადამიანია რაღაცნაირია. აი რატომ ჩება ისეთი შეგრძნება, რომ არცალია ამ ურთიერთობისთვის? რაღაცა ისე არ იხარჯება, როგორც უნდა დაიხარჯოს. აი აქ გაკლიათ თქვენ ის აღიარება, ის ყურადღება, შეიძლება ბევრს არ ითხოვ და 24 საათი თქვენთან არ იყოს ადამიანი, მაგრამ რაღაცა ის თავდაჯერებულობა მისგან რომ წარმოადგენს ვთქვათ იმ პერსონას, როგორიც შენ გეკადრება, აი მე შეგრძნება მე არ მრჩება. შესაბამისად არც თქვენ და ამას აჩვენებს ტარო, მაგრამ როგორც გითხარით, რომ რა თქმა უნდა ტრანსფორმაციების მერე ეს ყველაფერი მივა სერიოზულობამდე მაინც ასე თუ ისე, უბრალოდ ერთი იცოდეთ. მოლოდინები როგორც თქვენ გაქვთ, ეს არის თქვენი მოლოდინი. და მას მისი მოლოდინი აქვს. და ამიტომ თქვი, რომ მას აქვს ეს გამოხატული ეგოიზმი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ფიქრობს თვითონ როგორ იქნება. აი ეს არის და ამიტომ ან უნდა იყო ამ შემთხვევაში მორგებული, თან კიდე მორგებული სხვა ვარიანტი ამ ტიპთან, ტიპი ისე მოვიხსენიებ, რა თქმა უნდა, არ გადის სხვანაირად. საუკეთესო გამოსავალი, საერთოდ რა არის, კითხვასაც გააჩნია. სხვათა შორის გოგონებო, ვინც წერთ ინსტაგრამზე აი რაღაცა კითხვის დასმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე კითხვის დასმაში ვგრძნობ როგორი ადამიანია, საერთოდ რას წარმოადგენს. მაგალითად, ფასი, ამაზე არავის არ გავცემ პასუხს, იმიტომ რომ რისი ფასი იქნებ ცდები, ან რა წესია ფასი, რაღაცა პირდაპირ ასე შენობით გადმოსვლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ თუ გვაქვს ურთიერთობა, იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა თავაზიანობის ფორმები დავარღვიოთ. და ამიტომ მე რომ მომდის ეს განაწყენებული SMS-ები, ყველად გაქვთ ჩემთან ეს პრეტენზიები, იმიტომ რომ მე პირველში ვაფასებ ზრდილობას, ზღვარს ურთიერთობაში და ასე არ შეიძლება. ახლა კი დამავიწყე რა უნდა მეკითხა. მაგრამ არა უშავს, ესე იგი ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი. ხო. რა უნდა მეთქვა? ის არაკორექტული კითხვა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ესეთი ტიპაჟია და ამ ტიპაჟიდან გამომდინარე ხაზრი აქვს, მაშინ როგორ უნდა მოიქცე? თუ ტარო გვეუბნება რომ ეს ასეთი ადამიანია, რაც არ უნდა მოიქცეს, იქნება დროებით გათამაშება, დროებითი манипуляციები, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. საუკეთესო გამოსავალი, მოდი ასე ვიკითხოთ, თვითონაც რო კმაყოფილი იყოს და თქვენც რო კმაყოფილი იყოთ, რა იქნება ამ შემთხვევაში? თქვენი მხრიდან კიდე ეს მაგია ამოდის, ანუ რა გაქვთ ეს ესეთი ინტერესია თუ რა მოქმედება გაქვთ ჩაფიქრებული, რა ინტერესია თვითონ პირველ რიგში სიმძაფრეს, რა თქმა უნდა, მაინც თქვენი მხრიდან ხედავ, პირველ რიგში. ამ ადამიანს თუ არ გაუტარებ რაღაცებს არ შეიმჩნევ, სხვანაირად არ გამოდის. ანუ თუ შენ უკვე იცნობ ამ ადამიანს როგორიც არის და იმის მაგალითად თუ გაქვთ ის მომენტი რომ ერქებს დავამტრევ და მე ასე ვიზამ და ისე ვიზამ, ხო? ზოგი მარო ის გამოვზრდიო. და არ გინდათ ეს გამოსაზრდელი კაცები ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მაქედან იწყება პრობლემები. ანუ გამოსაზრდელი რატო უნდა გინდოდეს არ ვიცი, მაგრამ არ გამოგადგებათ. ამიტომ რა თქმა უნდა შესაძლებელი არის უბრალოდ ეს ადამიანი არ არის დაღვინებული ზუსტად ისეთი მოქმედებისთვის, როგორც შენ წარმოგიდგენიათ, რასაც შენ ესე ელოდები. ამ შემთხვევაში არის რისკი, ეს ადამიანი არის ძალიან არაპროგნოზირებადი და უნდა მიიღო როგორიც არის.
და მიიღო როგორიც არის. თუ საერთოდ გაიცლებით ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობას და არანაირ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ ახლა მის სურვილებს, მის ნებისმიერ მოქმედებას, თუნდაც უმოქმედობას. თქვენთვის ეს უფრო კარგი იქნება ამ შემთხვევაში, აი ზუსტად ამ მოქმედებით უფრო გაიგონებს ეს ადამიანი. უფრო ამას გაიგონებს. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით